მართლმხლართების პოლიტიკის გაგრძელება ცხინვალში ოკუპანტი რეჟიმი ეგრეთ წოდებულ საზღვართან რეგულაციებს ამკაცრებს. მოსაბრუნი პერევის სინაგურა ამ სოფლებში მალე მოსახლეობა ავტოტრანსპორტით ვეღარ გადაადგილდება. შეზღუდვა წესდება ხელბარგისა და გარკვეული პროდუქციის შეტანაზეც. გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ ექსპერტები და ადგილობრივები ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობისგან შესაძლო დაცლაზე ალაპარაკდნენ. 18 სექტემბრიდან ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას რაიონში შესვლა ფეხით მოუწევს. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოსთან ეგრეთ წოდებულ საზღვარზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა წესდება ტვირთის გადატანაზეც. ხელბარგის წონა 50 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. 18 სექტემბრიდან ძალაში შედის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების აკრძალვას. ერთ ადამიანს საზღვარზე მხოლოდ 50 კილო ტვირთის გადატანის უფლება ექნება, რომლის ღირებულებაც 65,000 რუბლს არ აღემატება. იგივე შეზღუდვები დაწესდება პერევსა და სინაგურასთან არსებულ საგუშაგოებზეც. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის შემთხვევაში საკვები პროდუქტის შეტანა შეუძლებელი გახდება, რაც სოფლების დაცლის საშიშროებას ქმნის. პროდუქტის წინ დადიანათი და სამოთხრობოშიც საჭიროა. მამა ჩემი განცად ამის მომალაც იყო სამოთხრობოში ვერ იყო კარგი. ტრანსპორტის გარეშე ნამდვილად აღარ შეგვიძლია იქ სიარული მით უმეტეს ხნიერი ხალხი ყავს იქ და მათ სულ აბა ვერ შეძლებენ ისინი იქ ფეხით სიარულს და იძულებულები ვიქნებით ალბათ აქ ყავდეს ის მოხუცებიც და ყველა გაყიდის რაღაც ვისაც რა ყავს საქონელია თუ ფრინველია თუ რაც არის ალბათ აქ წამოვა ყველა. ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას პრემიერ-მინისტრი გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა. არ უნდა ჩავარდეთ ისტერიკებში შემთხვევებისგან, რაც შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა, დღესაც ვიმეორებ. ჩვენ ყველა ქმედება გავაკეთეთ, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველანი ჩავაყენეთ საქმის კურსში, ყველამ გამოთქვეს ამაზე და გაგზავნეს შეკითხვები რუსეთის მიმართ. ოსის სეპარატისტების გადაწყვეტილებაში რუსულ კვალს ხედავს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. პაატა ზაქარიაშვილის განცხადებით კრემლის პოლიტიკა ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის მცდელობაა. პუტინი როცა ცდილობს ვითომ და შეარბილოს პოლიტიკა და რაღაც ვითომ საქართველოს მმართველობით რაღაც თითქოს და დადებით ბჭყალებში რაღაც კონტექსტით რაღაც ტექსტებს ავრცელებს, ამბობს რომ იქ ადგილზე უნდა შერიგდნო ხალხიო, ქართველებს დავსწრებს გულისხმობს და აფხაზებს, ხო? როგორ ამ ფორმით, ანუ თვითონ და მისი საქმე აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მის მიერ გაჟღერებულ პოზიციას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად ფარისეულურია რუსული პოლიტიკა. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას საგარეო უწყებაშიც გამოეხმაურნენ. მინისტრი მაია ფანჭიკიძე ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზის გარდა სხვა ბერკეტი არ გააჩნია. ჩვენ გარდა დიპლომატიური ნაბიჯებისა, განცხადებებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისა, სხვა ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებით თავის მოტყუებას შეადანაშაულებს. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ამ რეგიონებში გადაადგილების გამარტივება იყო. იგივე ცვლილებები, რაც განხორციელდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში, გულისხმობს იმას, რომ კომუნიკაცია და ასე ვთქვათ, გადაადგილება ამ ორ ტერიტორიას შორის იყოს ასე ვთქვათ, შესაძლებელი და გამარტივებული. ჩვენ მოუწოდებთ ჩვენს ძმებს და რუს პარტნიორებს და ყველაფერი დაალაგდება თავის ადგილზე. ჩანს როგორი გულუბრყვილოა ეს ყველაფერი. როგორი მოწყვეტილია რეალობას. ექსპერტები დე-ფაქტო საზღვართან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებს ქართულ მხარეზე ზეწოლის მცდელობა დაფასებენ. ეხლა მიდის თამაში ესე იგი ზეწოლა ქართულ მხარეზე, რომ ქართული მხარე უფრო დამთმობი იყოს, ქართული მხარე არ თმობს, ჩვენ ნერვები არ უნდა ავიშალოთ, უნდა ასე ვთქვათ, გავაგრძელოთ ის გეზი, რომელიც აღებული გვაქვს. კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ ქართული მხარის სურვილის მიუხედავად ოსის სეპარატისტების გადაწყვეტილება სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ 3 თვეში ამოქმედდება.